მეკითხებიან თეა მართალია თუ არა, რომ წყალი და მარილი ჩვენს შემოსასვლელ კარებთან ურთიერთობაში ახდენს სასწაულებს, თავისუფლებს ფინანსური ძველი ვალდებულებები და ვენ სიღარიბეს, კისერს უგრიხავს და ასე ვთქვათ, კარს უღებს სიმდიდრეს, მოდი ასე ვთქვათ, რაღაც მთლადასი არ მინდოდა, მაგრამ გამომივიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეც იქნება. მოკლედ ასე, პირდაპირ საქმეზე გადავდივართ, იღებთ რაღაც ისეთ ჭურჭელს, მნიშვნელობა არ აქვს როგორ ჭურჭელს, ნუ ჩვენ ამ შემთხვევაში ეს შევარჩიეთ და მასში გარკვეული რაოდენობასაც ახლა ხედავთ, უნდა მოვათავსოთ ხაზგასმით ვამბობს, თბილი წყალი, ცივი ენერგიებს ყინავს. ჯობირო თბილი შემთფარი წყალი, მდუღარეში არაგერიოთ. ვიღებთ მარილს და 3 სუფრის ყოფს ვათავსებთ. შემდეგ, ჩემო ძვირფასებო, 5 ჯერ მოურებთ მარცხნიდან მარჯვნივ და შემდეგ გავაკეთებთ კიდე საპირისპიროდ. ანუ 5 ჯერ ერთი მიმართულებით გააკეთებთ, ჯერ მარცხნივ გავაკეთებთ 5 ბრუნს, აურივა როცა დაგჭირდება მარილის და შემდეგ აუცილებლად პირიქით მარჯვნიდან გავაკეთებთ მარცხნივ. ამასობაში ისეთი რამეც უნდა მოვიმოქმედოთ, როგორიც არის ჩვეულებრივი ღრუბლის, იგივე ეგრეთ წოდებული ბუბკის დასველება. დავასველებთ მას ამ მარილიან წყალში და პირდაპირ შევდგებით საქმეს. ეხლა პირდაპირ იმ საქმეს განახებთ. მაშასე, რო წარმოგადგენიოთ, აი ბუბკას ქვემოდან ზემოთ, აი ესეთი მიმართულებით გავწმინდავთ. მე გულისხმობ შემოსასვლელ კარებს, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მთლიანად შეძელით ეს ჩვენი მარილიანი წყლით დასველება, სასურველი იქნება თუ თავიდან ბოლომდე და აუცილებლად ჩემო კარგებო, არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი სიტყვების თქმა, როგორიც არის. გათავისუფლებ სიღარიბესგან და კარს უღებ სიმდიდრეს. გათავისუფლებ ბოროტისაგან, გათავისუფლებ თვალისაგან, გათავისუფლებ უკეთურებისგან, თქვენი სიტყვებით შეიძლება გააკეთოთ და კარს ვუღებ სიკეთეს და სიმდიდრეს ჩემს ოჯახში. მარილი ჩამორეცხავს სიღარიბეს და წყალი გაუხსნის დინებას, ფინანსურ დინებას ჩვენი ჯიბისკენ და ოჯახებისკენ გზას. კიდე იმის თქმა მინდა, ჩემო კარგო ადამიანებო, ტყუილად არ ჩამიწერია, ეხლა მინდა ყველა მოასწროთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეხლა არის მზარდი მთვარე და 4 დეკემბრამდე აღნიშნული პროცესი ექნება გასუქებისა და გავუთქმნების ჩვენს ულამაზეს ციურ სხეულს და გააკეთეთ მხოლოდ და მხოლოდ მზარ მთვარეზე, ანუ 4 დეკემბრამდე. გარდა ამისა, რა უნდა მოახერხოთ და დაწეროთ კომენტარებში, სუპერ ფანტასტიკურად იცით. დაწერეთ მარილი და წყალი ასუფთავებს ჩემს ფინანსურ არხს, რაღაც ამდაგვარი და ვინც ეხლა ეს ვიდეო ბოლომდე მოისმინეთ და კიდევ გააქვთ უფრო კეთილშობილური იდეა, რომ გაუნაწილოთ სხვას, ხართ ძალიან მოგებული, სხვათა შორის თუ დაგაინტერესებთ და მე ვფიქრობ, რომ ბევრი თქვენთაგანი უკვე დაინტერესდა და ვინც დარჩით და არ გაგიგიათ ამის შესახებ, ძალიან კარგი იქნება, ჩემო კარგო ადამიანებო. თუ ჩემს ძალიან მუშაობს, მაგალითად მე ყველას ურჩევთ, თუ გჯერათ, თუ გწამთ და გაქვთ ეგეთი შინაგანი გრძნობა, რომ ეგრეთ წოდებული ფოტო თლისმები, ფოტო ალგარაზები, ამასაც ვეძახი, დამუხტული ჩემო ძვირფასო ადამიანებო, რუნებით და კიდე სპეციალური სპეციფექტებით, მე ასე ვიტყოდი, რომელსაც პირდაპირ მაგრიტული სასწავლების მოხდენა შეუძლია. მე მცირეოდენი გამოსასყიდის საფასურად ყველას მოგაწოდებთ. შეიძლება ზოგ შემთხვევაში ინდივიდუალურადაც კი შეგიქმნათ. მაშასე, თუ ძალიან დაგაინტერესებთ, ეხლა ძალიან აქტუალური რო არის ეს ფინანსების მოზიდვა, უკვე გადასარევად იცით, დარწმუნდით ამ ყველაფერში. მე მგონი სიყვარულმა მეორე ადგილზე გადაინაცვლო ხალხო. იდო ჩვენთან მომართვიანობის პირველ ადგილზე ყოველთვის იყო სასიყვარულო გაშლები, ეხლა ფინანსურზე ვართ გადასულები, არ ვიცი.
ეს რის გამო ხდება, ეს საკუთარ გულში ჩაიხედეთ, სტატისტიკას გადახედეთ და აუცილებლად მე კომენტარისგან ანალიზის რეზიუმესგან თავს ყოველთვის ვიკავებ, თუ დამიკვირდებით და თუ არ დამიკვირდებით, მაშინ თავად გააკეთეთ ამის შესაფერი პროგნოზირება. მიყვარხართ კოსმი გეხოვით თქვენითი, ისეთ როგორ და სად უნდა მომნათლოთ, მომძებნოთ და დიახ მომწერეთ და ძალიან კარგი საინტერესო ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული რუნის ტავები გასურათებული და თქვენთვის ჯადოსნურ ელფელში ამოვლებული, რომელსაც შეუძლია ფინანსური წიათილდღეობის მოტანა და ზოგადად ჩვენი რაღაცა შინაგანი, ასე ვთქვათ, გაბედნიერებაც და მერე ეს ყველაფერი ასახული იქნება მატერიალურ გასხივოსნებაში. ავაკარდათ. მოიწონეთ გვერდი, ქორო მიქალი რო არის კიდევ ერთხელ გაიხსენეთ, შეეხსენეთ სხვასაც, საერთოდ თუ ასე მიდგება საქმე, გააგებინეთ, რომ სოციალურ ქსელებში ვარსებობთ. და ძალიან უყვარხართ კიდეთ ეს.